Hi. გამარჯობა. დღეს სად მივდივართ? Red Bluff-ის კანიონზე. დღეს შაბათია და გადავწყვეტეთ, რომ რადგან დრო გამოგვიჩნდა, სადმე ახლო-ახლო სწავლსული ყავით. ესეთი ადგილი ვიპოვეთ, Red Bluff-ის კანიონია. მისისიპის Grand კანიონს ეძახიან, რა რატო ეძახიან? მისისიპიშია და კანიონია. ამას დიდი წესით დავიგეთ მისისიპიში არ გვაქვს. ჩვენ წინა იარაღებს ვიდეო თუ გაქვთ ნანახი და ეპიზოდი, მაშინ გემახსოვრებათ ვადიმი და ვადიმთან ერთად ვაპირებთ დღეს წავიდეთ. დამკბინეს კოლოებმა. ვადიმის ხსენებას, ეხლა ჩვენ დავიძრებით და ვადიმი შემოგვიერთდება ადგილზე მოვა და დღეს ჩვენთან ერთად გაატარებს დროს და გიდობასაც გაგვიწევს. მოკლედ რომ მოგიყვეთ ამ Red Bluff-ზე, ადრე იყო გზა, რომელიც ჩავარდა და ჩაიხერგა და რეალობა კი ის არის, რომ ბოლო ჩავარდნილი გზა არის და Grand Canyon-ს უბრალოდ ეძახიან. ჩავარდნილი გზა არ არის. არ არის. კანიონია. ჩავარდნილი კანიონია, ოღონდ მანამდე გზა იყო და ჩავარდა. კი, highway 587 გადიოდა მან. და ერთი 10 ჯერ გადაწიეს მაგის გამო, რომ ერთგან იყო ჩავარდა, მერე უკან გადმოწიეს გზა, მანდაც ჩავარდა, ნელ-ნელა მოაქრა. დღემდე ვარდება რა, ანუ ხო, მუდმივი ეროზია არის და რა ვიცი, დიდდება ეს კანიონი და დიდდება და როგორც წესი ესე უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და ვინმე თუ წახოთ მაინც სიფრთხილეს გირჩევთ, ჩვენც ფრთხილად ვაპირებთ რომ ვიაროთ აქეთ-იქით. ვადიმზე იგივეს ვერ ვიტყვი, ცოტა მაიმუნი ტიპია, მაგრამ ეხლა ამ ჟუჟუნაწუმას რო უყურებ, მგონი არის სახში ჯობსო დავრჩე, მაგრამ იმეც ვიტოვებ რომ არა მზეც ანათებს ყველაფერი გადაიღებს კაც. 5 წუთზე მეტი არ იწუნებს. A few moments later. აი გადაიღო, ხო გითხარი. ხო, ეგრევე გადაიღო, მაგარია. მაგრამ კოღოებმა დამკბინეს. ჟუჟუნაწუმა. იმედია იქაც არ იქნება კოღოები. სამაგერად გველებს ველოდებით ნამდვილად. Grand Canyon-ზე წასვლა გვინდოდა თავიდან, მაგრამ მე რუკაზე ვნახეთ და 22 საათ ნახევარი უნდოდა ჩვენი სახლიდან. და გადავიფიქრე. ხო, ესე ოფიციალურ კანიონად არ არის წოდებული, რაღაც პატარა კანიონი, ესე ბჭყალებში უნდა ჩასვათ კანიონი. პატარა 60 მეტრზე ღრმა არის და კაი დიდია, თან დიდდება ნელ-ნელა. აცად 1-2-3 წელი და იქნება მე სრულფასოვანი ნამდვილი Grand Canyon-ის ხელა გახდება. დავიდი, შეავონთ. აი აქ უკვე მოვედით Red Bluff-ის კანიონზე, რომელიც მერიონის ქაუნტში მდებარეობს. Hold up, this is beautiful here. Let's see. And I have a feeling that I should have worn long pants. ამერიკაში შტატები ქაუნთებიდან ოლქებად იყოფა და თითო ქაუნტში რამდენიმე ქალაქი არის ხოლმე გაერთიანებული, როგორც წესი. უდესთან არ მიხვიდე ის. მართლა ძალიან ლამაზი ხედია და არ მეგონა რომ ესეთი ლამაზი დამხვდება აქაურობა. კუთხესთან არ მიხვიდე. პატარა საინტერესო გადახვევა. ყველა ქაუნტს თავისი პოლიცია ყავს და თუ ერთ ქაუნტში გამოგეკიდა პოლიცია და მეორეში გადაასწარი, კანონით არ აქვთ უფლება რომ გამოყვნენ და მეორე ქაუნტის პოლიციას უნდა გადააბარონ ადევნების საქმე. ეს პატარა ADHD-სებური გადახვევა იყო. მოკლედ, ეხლა ვართ Red Bluff-ის კანიონზე, რომელიც სხვა კანიონებისგან ძალიან გამოირჩევა, რადგან ერთ დროს აქ ავტობანი გადიოდა და ეროზიის გამო highway 587-ის ბევრჯერ გადატანა მოუწიათ. And what is going on upside? I have no idea. Fuck that, move. Come here. Dude. დაახლოებით 61 მეტრის სიღრმის კანიონია და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დღემდე განიცდის ეს ადგილი ეროზიას და ნელ-ნელა უფრო და უფრო დიდდება. სახელი Red Bluff-ი მიწისფერის გამო დაერქვა. გარშემო სულ თიხაა და ნელ-ნელა მოძრაობს და ინგრევა. პირველი ჩანგრევის შედეგად ერთ-ერთი გამჭოლი გზა ჩაიტანა, რომელსაც highway 587 ერქვა. როგორც წეღან ვახსენე და საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ახლო-ახლო მცხოვრებ მოსახლეობაზე, რადგან სანამ ახალი გზის გაყვანა შეძლეს, ნაწილობრივ პარალიზებული იყო აქაურობა. აინდა გამოთორე გაგლახო. გამოიწი, მან ამას ხედავ ბზარს. ხო. ძირს ხედავ ეს ბზარი რო. აი ჩემი 50 კილომ რა შეიძლება გავუკეთოს ამას? ნახე შენმა არაფერი. მაგრამ რა მომენტში რა მოხდება კაცმა არ იცის, ამიტომ მაგის ქვეშ სიცარიელია სავარაუდოდ. Hello. Hi. It's clay. No. Nuh-uh. Take it. Take the camera. Careful. ძალიან საინტერესოა ის, რომ სერენობისას მიწაში შეგიძლიათ ძალიან ბევრი ნიჟარა იპოვოთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადგილი და მისისიპის დიდი ნაწილიც ოკეანით იყო დაფარული, არც თუ ისე შორეულ წარსულში.
ეს კანიონი ოფიციალურ პარკს არ წარმოადგენს, რადგან ეროზიას განაგრძობს მიწა და ყოველ წამს შეიძლება ჩავარდეს სხვადასხვა ნაწილები. თუმცა ეს არ აშინებს ხალხს და მაინც ბევრი ვიზიტორი ყავს ამ ადგილს. აქ ვადი მიირწმუნება, რომ აქაურობა ძალიან უსაფრთხოა. გიორგი კიდე ჩავარდნის პროცესში მყოფ ხეებს ითვლის. What's safe, dude? Look, there's like trees falling down there and He's saying it's safe, and there's also the cliff, and here's also the yeah, cliff. very safe. So safe. Oh my god, I feel Great. so safe. Walking on the clay. Georgi, do you need that? Yes, to hang myself. Dude, fuck this. No. Beautiful. It's really beautiful, to be honest. Careful. I just prefer to hang on something because I'm afraid kind სადმე of. მყოფებით მოვუყოთ კამერას. მოვყვებით და ცოტა არ იყოს საშიშ ადგილას, იმიტომ რომ მეშინია რომ ესე გავაკეთო რომ არ არ ჩავწყდეთ. გაკეთო არ გინდა. სად ვარ ვაყავი? წითელი ბლაფის კანიონში, სადაც გზა იყო ადრე და ჩავარდა ესე მთლიანად გზა ჩამოიშალა. ამ გზის ნარჩენებზეც დავდივარ. ეს ადგილი იყო ჩვეულებრივი გზა ადრე და ეს ჩამოშლილია კი ხედავთ და ეცადე შეგახედავთ უბრალოდ. Which way are you going? Are we going? Oh, so what's this way? Nothing? It ends here. Oh, really? We're gonna go to the main part. This is not the main Okay. part. We're about to go to the main part. Dude, move away. აი ისე ვადიმი თავის ჩვეულის ცანცარით. სიცოცხლის უნარიანობას ეთამაშება. გიორგის კი ეს საერთოდ არ ახალისებს. გონი ვადიმი აქ გიორგის გადაგდებას გეგმავდა, მაგრამ კიდე კაი ბოლოს ჭკუა დაუბრუნდა. You know that he's afraid of the height. კატასტროფის შემდეგ ეს ადგილი მალევე გადაიქცა მანქანების ნაგავსაყრელად და ადგილობრივ მთავრობას მოუწია დიდი ძალისხმევის ჩადება, რათა ისეთი სახე მიეცა, როგორც ეხლა აქვს აქაურობას. Back in like 80s and 90s. No? Ooh, I don't know. How did you guys get there? From here? Oh, Yeah, really? it's not gonna be easy. I'm not sure. The easiest way to get up is to go around that ridge right there on the left, the furthest one you see, and there's a trail. There's a trail you can go up. Hey, 100%. We actually go in that way. მაგარი საშინელი კანიონის ადგილია. ქვედა ნაწილში გადის მატარებლის ლიანდაგები, რომელიც თავიდან მიტოვებული გვეგონა, მაგრამ მოქმედი აღმოჩნდა. იქ ჩასასვლელად საკმაოდ რთული და ლამაზი გზის გავლა მოგვიწია და თუ ბოლომდე ჩასვლა გინდათ, თიხით ტანსაცმლის გასვრის და თოქსოკონწიალისთვის მზად უნდა იყოთ. რისთვისაც ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით მზად. ჩვენში ვადიმის გარდა ყველა სკოლაში სასეირნოდ ვიყავით წამოსულები და ალბათ ამიტომ დავბრუნდით ასე ამ უთუთხნულები. ლიანდაგებისკენ მიმავალ გზაზე შევხვდით ხის ფესვებისგან წარმოქმნილ ასეთ ბუნებრივ, ძალიან ლამაზ ტერასებს. და ფეხებში ყოველთვის იყურა. პატარა ამაღლებაზე დავდივარ შუაში, აქეთაც ჩასავარდნია იქითაც. ჩვენ დაგასაკვირად და საბედნიეროდ გველი არსად შეგვხვედრია, რაც ამ ადგილისთვის იშვიათობაა, მით უმეტეს ასეთ სიცხეში. თუმცა მე მაინც ნებისმიერ man. მომენტში ხეზე ასეთ It's easy. უცებლად თავიდან ბოლომდე მზად ვიყავი. აი ლიანდაგი შეგხვდა. არ ვიცით მიტოვებულია თუ მუშაა, მაგრამ მუშას გავს ისე გამოიყურება. So this is how you climb down. Yeah, but how we will climb up? This way or other way? You hold on to this and just get Yeah, here. but how do you plan to go all the way down? Right there, there's a rope. What are you doing, man? You trying to break it? Come on, guys. It's very safe here. It gets very easy here. No, seriously, it gets very easy. You can grab this rope. I'm gonna get dirty as fuck. ეს ადგილი ისეთ ლოკაციებს არ მიეკუთვნება, რომლის ანახავად მთელი დღე დაგჭირდებათ, თუმცა თან გირჩევთ იქონიოთ წყალი და უბრალოდ სპორტულად და მოსახერხებლად გეცვათ, რადგან ცოცვა და აკრობატული ილეთები დაგჭირდებათ ქვემოთ ჩასასვლელად. Cool, that's cool. ისიც იცოდეთ, რომ თუ დაისრობით, ტანსაცმლიდან თიხას ვერ ამოიყვანთ და სამუდამო სუვენირად შეგრჩებათ. დამიცადე ჯერ არ ჩამო. How do you expect me to come down here without getting dirty? Come on, bro. Пиздец, короче. მაგარის რეალებს ყველგან. ოპ, მოკიდე კარგად ხელი. აქეთას მოკიდე ორივე ხელი. Right, she failed, bro. ვინც ვერ მიხვდით, აქეთა, თო. ავყირავდი და ძვოქრიხაში ჩავჭექი. თოქს არ გაუშვა.
არ გაუშვა თოქს, მაგრამ უნდა მოეჭიდო. ლიანდაგი არც მივყვებით მდინარისკენ. But I want to show you abandoned train carts. იმიტომ რომ წავიდეთ. Abandoned, yeah. და აქ რო ჩამოხვიდე, გჭირდება რომ თოქს ჩაება ისე ჩამოხვიდე, თორე სხვანაირად ვერ ჩამოხვალ. აი, უკანაზე და მე გაჩვენებთ მაგასაც. ქვემოთ ესე ჩახერგილი გზა არის. აი ესე. საერთოდ მეგონა რომ პარკის მოგვარანსაში მოვიდივდი და ძრომელი არსად არ მომიწევდა, მაგრამ რატოღაც Yeah. 3 წლის ბავშვით ქვიშაში ამოგვანგლული და ტალახში დასვლილი დავდივარ. ეხლა მოვადექით მდინარეს. მოგწონს ახლა? კი, მომწონს, მაგრამ წვიმა იწყება. უკვე უბრძნობ კარგად და გონდა გვერხევა, რავი, თუ მალევე არ დავიწყეთ ზემოთ ასვლა. რატო? რატო და სუთი ხარ რა ყველგან. ის დაცველი იყო 2 დღის წინ ნაწვიმარისგან. ბოლო ჩამოსასვლელი და ეხლა კიდე რო წვიმა დაიწყოს ვეღარ ავალ ხופში. Wanna start going up? Huh? It's going to rain, that's why. It's going to rain. It's gonna be very hard to go up. ასე დასრულდა ჩვენი გასეირნება მისისიპის პატარა გრანდ კანიონში და აქვე გაგახსენებთ, რომ ჩვენი გამოწერა არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ мотивაციას გვაძლევთ.